ხშირად მეკითხებით თუ როგორ გადავაბათ ახალი ძუა. რა ვშვებით უცქირეთ? ვაგრძელებთ თვალის ამოყვანას, როგორც ვიყვანდით ხოლმე, ავაგებ 2 მარგალიტს. გადაკვანძვის დროს რა ხდება? ორივეს ჩაუშვებთ ქვევით, არ ვაჯვარედინებთ, ორივეს ჩავიტანთ ქვევით. აი ეხლა გადავკვანძავთ რამოდენიმეჯერ. გადავკვანძოთ რამოდენიმეჯერ, რათა არ დაირღვას. როგორც მიხვდით, როგორც გიჩვენეთ, გადაჯვარედინება არ ხდება, როცა ძუა გვიმთავრდება და ახალი ძუა უნდა დავამატოთ. გადავკვანძე რამოდენიმეჯერ და აი ეხლა ვეცდები აი ამ კვანძის დამალვას მარგალიტში. ვატარებ აი ამ მარგალიტში, ნებისმიერ მარგალიტში გავატარებ ძუას, გავატარე და ეხლა მთელი ძალით მოვქაჩავთ და აი კვანძი დაიმალა. უცქირეთ? კვანძი არ ჩანს, დაიმალა აი ამ მარგალიტში. შეგვიძლია ეხლა ეს ზედმეტი ძუა მივაჭრათ. მოვჭრი აი ამ ზედმეტ ძუას. და ეხლა დაგვჭირდება ახალი ძუა. ჩამოვჭრათ ძუა. ძუა ჩამოვჭერი და ვატარებთ უცქირედ სად? ძუა უნდა გავატაროთ აი ამ 2 მარგალიტში ერთდროულად. პირველი ვატარებ აი ამ მარგალიტში. გავატარე. ეხლა აი ამ მარგალიტში გავატარე, ეხლა ვინაცვლებ გვერდით მდებარე მარგალიტში. ვატარებ აი ამ გვერდით მდებარე მარგალიტში, გავატარე. ეხლა ძუას ორივე ძუის პირი გავასწოროთ. მოვქაჩოთ, რათა შუა ცენტრში მოხვდეს და ვაგრძელებთ ქსოვას. აი ამ ზევით მიმავალ ძუაზე ვაგებთ კვლავ 2 მარგალიტს, როგორც ქსოვდით ხოლმე. ერთს ჩაუშვებთ ქვევით, ხოლო მეორეს ვაჯვარედინებთ. მეორეს გადავაჯვარედინებთ მეორე ძუის საშუალებით, აი როგორც ქსოვთ ხოლმე. და ვაგრძელებთ ანალოგიურად. ქვევით მიმავალ ძუას ვატარებ გვერდით მდებარეში, ხოლო ზედა ძუაზე ვაგებ 2 მარგალიტს. ანუ როგორც ქსოვდით, იმავე სქემას ვაგრძელებ. იმედია გასაგებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა იყო ამ გადაბმასთან დაკავშირებით და თუ როგორ დავუმალოთ კვანძი, იმედი მაქვს გასაგება დავხსენი.